ჩემი აზრით გამოსავალი მხოლოდ ერთ რაღაცაში არის. არა. სიკვდილში. არა, ვერ გადავიდა. მხოლოდ მაგაში არის გამოსავალი. არა სხვა არაფერში. ყველა ტანჯვას გაუძლებდი, მაგრამ ამას ვერ გაუძლებთ. ჯობია უშიშრად მოუკვდა, ვიდრე აიგრე საწოლში მოუკვდა. ეს ახალგაზრდა 26 წლის ბექა გრემელაშვილია, რომელიც უკვე 12 წელია უმძიმესი შფოთვითი აშლილობით იტანჯება. მისი ზუსტი დიაგნოზია კრუნჩხვით შფოთვითი აშლილობა პაროქსიზმული ეპიზოდებით, რეზისტენტული დეპრესია, ჰისტრიონული პიროვნული აშლილობა, აფექტური აშლილობა, რის გამოც ხშირად სუიციდური ფიქრები ეძალება და ერთადერთ გამოსავალს სწორედ სუიციდში ხედავს. ვიცი, რომ ჩემი ბექა მალე აღარ მეყოლება. ტანჯვით უნდა დაველოდო იმ შავბნელ დღეს. მეუბნება წუხელ. იტანჯა გათენებამდე ეხლა სინავს. მეუბნება მე მხოლოდ ერთი გზა გადამრჩა, სხვა აღარაფერია. ტანჯვით სიცოცხლე აღარ შემიძლია. ერთი გზა გამაგვსო და გამიშვირო და ვისვენო. წუხელ მთელი ღამე მეხვეწებოდა დედაწამლებისაც შეინახე მომენტი რომ დავლიო. ღმერთო, ენი დაუწერელ ტანჯვას განვიცდი, გთხოვთ. საქართველო თუ ესეთი ძნელია, ბექას გადარჩენა. როგორი იმედები მქონდა. როგორი. მაგრამ ყველა იმედი დაიკარგა, გაქრა. ბექას ტანჯვას საზღვარი აღარ აქვს. წუხელსი ყოველთვის ხშირად სიზმარში ვხედავ, რომ ბექას ვკარგავ. ცხადში წვიტანჯები და ძილშიც. გთხოვთ. ვისაც შეგიძლიათ ბექას დახმარება. დაეხმარეთ. გადამირჩინეთ. კლინიკის კალკულაციის მიხედვით ამ ეტაპზე საჭიროა 31,500 ლარი, რათა მოხდეს ბექას გადაყვანა და მკურნალობა თურქეთის კლინიკაში. დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე.